საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ელისეის სასახლეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიიღო. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მაკრონის ჰააგიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართა. იგი ნიდერლანდებში იმყოფებოდა, სადაც ნატოს ლიდერების ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობდა. ნიდერლანდებიდან გამგზავრებამდე მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გროსისთან ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი უნდა განეხილა. შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პარიზის ერთგულება სააგენტოს მიმართ, რომელიც მისი თქმით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცვაში. მან ასევე მოუწოდა თეირანს სააგენტოს მისიის განახლების უფლება მისცეს. როგორც ცნობილია, ირანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას ითვალისწინებს. ირანი აცხადებს, რომ გაეროს ბირთვული ზედამხედველობის ორგანომ არ შეასრულა თავისი მოვალეობები და პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონის თავდასხმებმა ირანის სამთავარ ბირთვულ ობიექტზე მთლიანად გაანადგურა ქვეყნის ბირთვული პროგრამა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის წინა ანგარიში ნათქვამია, რომ თავდასხმებმა მხოლოდ მცირე ზიანი გამოიწვია, რამაც პროგრამა რამდენიმე თვით უკან დაახია.